2011 წელს იაპონიას ძლიერი მიწისძვრის შემდეგ ცუნამი დაატყდა თავს. წყალმა ფუკუშიმას ატომური ელექტროსადგური დატბორა, რის გამოც ენერგობლოკ 1 აფეთქდა. აფეთქების შედეგად რადიაციაც გავრცელდა. ამას კი 150,000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მოყვა. მოგესალმებით ყველას, მე ირაკლი ვარ და დღეს ფუკუშიმას ატომური ელექტროსადგურის აფეთქებაზე ვისაუბრებ. და ხო, აქვე ერთი რაღაცის გამო მინდა ყველას ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო. ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის აფეთქებაზე ჩაწერილმა ვიდეომ ძალიან ბევრი ნახვა დააგროვა, რისთვისაც ყველას დიდი მადლობა და თუ გსურთ რომ მსგავსი საინტერესო კონტენტი არ გამოგრჩეთ, უბრალოდ გამოიწერეთ არხი. უძველესი დროიდან ადამიანები მაქსიმალურად ცდილობენ რომ ახალ-ახალი ენერგიის წყარო აღმოაჩინონ. ელექტროენერგიის აღმოჩენამ კი კაცობრიობა ფაქტობრივად ახალ ეტაპზე გადაიყვანა და დღეს ძალიან ბევრი ისეთი მოწყობილობა არსებობს, რომლის გარეშეც ცხოვრება ფაქტობრივად წარმოუდგენელია. ელექტროენერგიის მოპოვება სხვადასხვაგვარად ხდება, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მეთოდი წყლის ადუღებამდე მიყვანაა, რის შემდეგაც წარმოქმნილი ორთქლი ელექტროგენერატორს ატრიალებს. თავის მხრივ კი გენერატორი ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. წყლის გაცხელება შეიძლება ქვანახშირის, გაზის ან ნავთობის წვის შედეგად. თუმცა სამივე ეს მეთოდი რომ შევაჯამოთ, იმაზე უფრო დაბალ ეფექტურ შედეგს მივიღებთ, ვიდრე ენერგიის ატომური მეთოდით გამომუშავებისას. როგორც უკვე ჩერნობილის ვიდეოში ვისაუბრე, ნებისმიერი მატერია შედგება მიკროსკოპული ნაწილაკებისგან, რომელსაც ეწოდებათ ატომები. მაგრამ არსებობს ისეთი ნაწილაკები, ისეთი მატერიები, მაგალითად ისეთი როგორიც არის ურან 225, რომელიც გარკვეული ზემოქმედების ქვეშ იყოფა და შემდეგ მისგან გამოყოფილი ნაწილაკები კიდევ ცალკე იყოფიან და სწორედ ასე წარმოიქმნება ჯაჭვური რეაქცია. ატომების გახლეჩვა გამოყოფს სითბურ ენერგიას და მაშინ როცა მეცნიერებმა შეძლეს ატომების გაყოფის კონტროლი, მათ მოაფიქრდათ ატომური რეაქტორების აშენება. ელექტროენერგიის გამომუშავების ახალი მეთოდი საკმაოდ იაფიანი და რაც არ უნდა უცნაური იყოს, ეკოლოგიურად სუფთა აღმოჩნდა. ალბათ გიჩნდებათ კითხვა, როგორ შეიძლება რომ ატომების გახლეჩვის გზით მიღებული ელექტროენერგია იყოს ეკოლოგიურად ბევრად უფრო სუფთა, ვიდრე გაზით, ნავთობით ან ქვანახშირით მიღებული ელექტროენერგია. პასუხი საკმაოდ მარტივია. გაზის, ნავთობის ან ნახშირის წვის შედეგად ატმოსფეროში დაბინძურებული გამონაბოლქვი, ეგრეთ წოდებული სათბური გაზი გადის, რაც ეკოლოგიურ დაბინძურებას იწვევს. თავის მხრივ ატომური ელექტროსადგური კი საერთოდ არ გამოყოფს ამ სათბურ გაზებს და თან ნაკლები საწვავი სჭირდება. თუმცა რა თქმა უნდა, ატომურ ელექტროსადგურსაც აქვს თავისი მინუსები და ერთ-ერთი ასეთი რადიაციული ნარჩენებია, რომლებიც საკმაოდ დიდი დროით უნდა იყოს შენახული. ასევე გასათვალისწინებელია ისიც, რომ ხანდახან ატომურ რეაქტორებში ხდება ავარიები და იმ შემთხვევაში თუ კი რეაქტორის ჰერმეტულობა იქნება დარღვეული, ატმოსფეროში რადიაციული ნაწილაკები ვრცელდებიან და თუ კი რადიაციის დონე საკმაოდ მაღალია, ის შეიძლება სასიკვდილოც კი იყოს. ატომური ენერგეტიკის ისტორიაში ყველაზე დიდი აფეთქება 2011 წლის 11 მარტს მოხდა. ამ დღეს წყნარ ოკეანეში იაპონიასთან ახლოს საკმაოდ მძლავრი 9 ბალიანი მიწისძვრა დაფიქსირდა. მსგავსი რამ რეგიონში აქამდე არ მომხდარა. მიწისძვრამ გამოიწვია დიდი ტალღები, რომლებიც ეპიცენტრიდან ყველა მიმართულებით დაიცრა. მათ შორის ფუკუშიმა 1-ის ატომური ელექტროსადგურის მიმართულებითაც, რომელზეც პირველი, მეორე და მესამე რეაქტორი ჩართული იყო. ეს 6-დან 3 რეაქტორი იყო. დანარჩენ 3-ს ტექნიკური სამუშაოები უტარდებოდათ. მიწისქვეშა ბიძგების დაწყებისთანავე ჩაერთო ეგრეთ წოდებული ავარიული სისტემა. ეს იყო დაცვის ავარიული სისტემა, რომელმაც რეაქტორების მუშაობა შეაჩერა. თუმცა იმისთვის, რომ რეაქტორების მუშაობა თავიდან ბოლომდე გაჩერებულიყო, პირველ რიგში საჭირო იყო მათი გაგრილება. სწორედ აი აქ დაიწყო ყველაზე დიდი პრობლემა. მიწისძვრამ დენის მიწოდების სისტემა დააზიანა და ფუკუშიმაზე ჩაერთო სარეზერვო დიზელის გენერატორები, რის შედეგადაც სიტუაცია დასტაბილურდა. ატომურმა ელექტროსადგურმა გაუძლო მიწისძვრას, მაგრამ ეს ჯერ ყველაფერი არ იყო. გრუნტის მასების მკვეთრ მოძრაობას, როგორც უკვე ვთქვი, დიდი ზომის ტალღები მოყვა, რის შედეგადაც ცუნამი წარმოიქმნა. თუმცა რა თქმა უნდა, ატომურ ელექტროსადგურს გარს არ ტყავდა დიდი ტალღებისგან დამცავი სისტემა, რომლის სიმაღლეც იყო 5,5 მეტრი. ამაზე უფრო მასშტაბურ ტალღებზე, ანუ ცუნამზე გათვლილი დამცავი სისტემა უბრალოდ არ არსებობდა. პირველ საშუალო ზომის ტალღებს დაახლოებით 10 წუთში მოყვა 15 მეტრიანი ტალღები. წყალმა სანაპიროზე არსებული მოწყობილობები დატბორა. შეაღწია ერთ-ერთი რეაქტორის შენობაში და გააფუჭა დიზელის გენერატორები, აკუმულატორები და დენის გამანაწილებლები. ელექტროენერგიის პრობლემების გამო
პირველი, მეორე და მესამე რეაქტორების გაგრილების სისტემა გაფუჭდა. ოპერატორები საკონტროლო სისტემის გარეშე დარჩნენ. ერთი სიტყვით, ატომური ელექტროსადგური გაუკონტროლირებელი გახდა და რა ხდებოდა რეაქტორის შიგნით, არავინ იცოდა. ინსტრუქცია იმის შესახებ თუ ვის რა უნდა გაეკეთებინა მსგავს დროს, რა თქმა უნდა, არავის არ ჰქონდა. იმიტომ რომ როგორც უკვე ვთქვი, მაშინ როდესაც დააპროექტეს ფუკუშიმა 1, მსგავსი სტიქიური უბედურება არავის არ გაუთვალისწინებია. შეგახსენებთ, დამცავი ბარიერის სიმაღლე 5.5 მეტრი იყო, ხოლო ტალღა, რომელიც აი ამ ატომურ ელექტროსადგურს თავს დაატყდა, 15 მეტრიანი იყო. ელექტროენერგიის მიწოდება შეფერხდა. სადგურამდე მისასვლელი გზები მიწისძვრის დამანგრეველმა ძალამ ჩახერგა, რის გამოც დამატებითი გენერატორების ადგილზე მიტანა შეუძლებელი გახდა. ელექტროსადგურის თანამშრომლებს ავტომობილებიდან მოჰქონდათ აკუმულატორები მოწყობილობების დასამუხტად და მალევე მიხვდნენ, რომ სიტუაცია იმდენად გაუკონტროლირებელი გახდა, ევაკუაცია იყო საჭირო. საკუთარი სახლები უმოკლეს დროში 150,000-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა. ტელევიზიები კი უკვე განიხილავდნენ იმას, თუ რა სავალალო შედეგები შეიძლება მოყოლოდა ამ კატასტროფას. სანამ იაპონელი სპეციალისტები იმას ფიქრობდნენ, თუ როგორ გამოესწორებინათ სიტუაცია, საწვავს გაუჩნდა ცეცხლი. რეაქციაში შევიდა გამოყოფილი ორთქლი, გაზი და დაყოფის პროდუქტები. როცა წნევა მაქსიმალურ დონეს მიაღწია, დამცავი ფენა დაზიანდა და რადიოაქტიურმა გაზებმა გარეთ გამოჟონეს, რასაც ძლიერი აფეთქება მოყვა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, პირველი ენერგობლოკის შენობაში წყალბადი დაგროვდა, რომელსაც აფეთქებისთვის ერთი პატარა ნაპერწკალიც კი ყოფნის. 2 დღეში მესამე ენერგობლოკის შენობაც აფეთქდა. მესამე დღეს კი მეოთხე ენერგობლოკი, რომელშიც რეაქტორი არც კი მუშაობდა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, მეოთხე ენერგობლოკის აფეთქების მიზეზი წყალბადი იყო, რომელიც შენობაში სავენტილაციო გზით მოხვდა. აქ ისიც უნდა ვთქვა, რომ მეორე ენერგობლოკის ჰერმეტულობას დაირღვა, თუმცა მიუხედავად ამისა, აფეთქება არ მოყოლია. საბოლოო ჯამში რადიაციის დონე სადგურის ირგვლივ საგრძნობლად გაიზარდა. აქ ისაა გასათვალისწინებელი, რომ ჩერნობილისგან განსხვავებით აფეთქდა მხოლოდ შენობა და არა ატომური რეაქტორის გარსი. ამის გამო რადიაციული დაბინძურება ბევრად უფრო ნაკლები იყო. სადგური ფუკუშიმა 1 არ იყო მზად ასეთი სტიქიური უბედურებისთვის. ბირთვული რეაქციის კონტროლი შეუძლებელი გახდა. ელექტრომომარაგების აღდგენას კი 2 კვირა დასჭირდა. ოფიციალურად სადგურს ავარიული სტატუსი 9 თვის შემდეგ შეუჩერდა. თავად მოვლენას კი საშიშროების მაქსიმალური მე-7 დონე მიენიჭა. სპეციალისტების აზრით, ფუკუშიმას დაპროექტებისას იქნა დაშვებული ფატალური შეცდომა. შენობა ნაპირთან ძალიან ახლოს იყო, ხოლო დიზელის გენერატორები იყო მოთავსებული სარდაფში, რომელიც რაც არ უნდა უცნაური იყოს, ზღვის დონეზე უფრო დაბლა იყო, რაც რა თქმა უნდა არ აკმაყოფილებდა უსაფრთხოების ნორმებს. თავისი როლი იმანაც ითამაშა, რომ ატომური ელექტროსადგურის პერსონალი არ იყო მსგავსი ტიპის მოვლენებისთვის მზად. გაგრილების სისტემა ძალიან ნელა მიმდინარეობდა, ხოლო საბოლოო ჯამში ბრალეულობა დაედო კომპანია TEPCO-ს, რომელიც პასუხისმგებელი იყო ატომურ ელექტროსადგურში მიმდინარე პროცესებზე. კომპანიაში იცოდნენ, რომ 10 მეტრზე მეტი სიმაღლის ტალღები ცუნამის შემთხვევაში მოსალოდნელი იყო, მაგრამ იმის იმედით, რომ მსგავსი რამ არ მოხდებოდა, დააგვიანეს ტალღისგან დამცავი ბარიერების შესაბამის სიმაღლეზე აწევა. ნაწილობრივ სასამართლომ ხელისუფლებაც დაადანაშაულა და სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაზარალებულებს შესაბამისი კომპენსაცია დაუწესეს. 150,000 ადამიანმა, რომელიც ევაკუირებული იყო, მიიღო საცხოვრებელი ფართი. დაკარგული და გარდაცვლილი ადამიანების რაოდენობა, ოღონდ სტიქიის გამო, ანუ ვგულისხმობ მიწისძვრას და ცუნამის 20,000 აჭარბებს. ხოლო ოფიციალური მონაცემებით რადიაციის გამო მხოლოდ 1 ადამიანია გარდაცვლილი. რამდენად უნდა ვენდოთ ოფიციალურ წყაროებს არ ვიცი, მაგრამ გულწრფელად რომ გითხრათ, პირადად მე მეეჭვება, რომ რადიაციით მხოლოდ 1 ადამიანი გარდაცვლილიყო. ავარიის შემდეგ მავნე ნივთიერებები აღმოაჩინეს სასმელ წყალშიც და საკვებშიც, როგორც ფუკუშიმას პრეფექტურაში, ასევე მოშორებით მყოფ რაიონებშიც. საერთო ჯამში მთლიანი იაპონიის 3% რადიაციით დაბინძურდა. რადიოაქტიური ნივთიერებების გავრცელება ფუკუშიმაში ბევრად უფრო ნაკლები იყო ვიდრე ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე, მაგრამ არც ჩერნობილში და არც ფუკუშიმაში ეკოლოგიური ზიანი დღემდე არ არის აღმოფხვრილი. საცხოვრებლად უვარგის შენობებს დროსთან ერთად იღებენ და შლიან. მიმდინარეობს რადიაციული გრუნტის ზედა ფენის აღება და სპეციალურად გამოყოფილ სივრცეში გადატანა.
კიდევ ერთი ძალიან ცუდი რამ ეკოლოგიისთვის არის ის, რომ ატომური ელექტროსადგურის გენერატორები, როგორც უკვე ვთქვი, მიწის ქვეშ იყო მოთავსებული და ტალღებს შესაბამისად რადიაციული წყალი გაქონდათ ოკეანეში. ამიტომ იაპონელებმა გადაწყვიტეს, რომ გაეყინათ გრუნტი აი ამ ელექტროსადგურების ირგვლივ და შესაბამისად რადიაციის ოკეანეში გასვლა შემცირდა. აქ ახლა ალბათ ფიქრობთ, რომ ყოჩაღ იაპონელებს რამაგრად გაართვეს თავი აი ამ კატასტროფას და მთელი ამბები, მაგრამ გეტყვით იმას, რომ 2021 წელს ხელისუფლებამ, იაპონიის ხელისუფლებამ, რა თქმა უნდა, მიიღო გადაწყვეტილება, რომ ის ატომური ნარჩენები დაბინძურებული წყალი, რომელიც მილიონობით ტონა არის, უკან ჩაესხათ ოკეანეში. ამას რა თქმა უნდა პროტესტები მოყვა და შესაბამისად ეს მავნებლური ნაბიჯი არ გადაუდგავთ, მაგრამ მაინც ანუ იაპონელები ამას აპირებდნენ. სპეციალისტების აზრით ავარიის შედეგების სრულად აღმოფხვრა დაახლოებით 30-40 წელიწადში იქნება შესაძლებელი. ფუკუშიმას ტერიტორიაზე კი 10 კილომეტრის რადიუსზე შესვლა აკრძალულია. მიზეზი ისაა, რომ იქ, სადაც რადიოაქტიური საწვავი ყველაზე მეტად გავრცელდა, მავნე გამოსხივება იმდენად მაღალია, რომ ახლოს მისული რობოტებიც კი გამოდიან წყობრიდან. სადგურის ბოლომდე დანგრევა იგეგმება 21 საუკუნის 50-იანი წლებისკენ. ჯამში კი ამ პროცესისთვის დაახლოებით 20 მილიარდი დოლარი იქნება საჭირო. ამასობაში კი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დღემდე მიმდინარეობს კამათი იმაზე, უნდა არსებობდეს თუ არა ზოგადად ატომური ელექტროსადგური. კი, აქ ის არის გასათვალისწინებელი, რა თქმა უნდა, რომ ავარიები ხდება, თუმცა რა თქმა უნდა იშვიათად. და აბსოლუტურად ყველა იმ ადამიანს, რომელიც ატომური ელექტროენერგიის მოპოვების მხარდამჭერი არის, აქვს ერთი საკმაოდ დიდი არგუმენტი. ელექტროენერგიის მოპოვების ეს მეთოდი ეკოლოგიურად ბევრად უფრო სუფთა არის, ვიდრე ელექტროენერგიის მოპოვება გაზით, ნახშირით ან ნავთობით. პირადად მე რატომღაც მგონია, რომ მანამ სანამ კაცობრიობა ენერგიის მოპოვების ახალ მეთოდს არ აღმოაჩენს, მანამდე ატომურ ელექტროსადგურებს ყოველთვის გამოიყენებენ. მაგრამ რას ფიქრობთ თქვენ? უნდა არსებობდნენ თუ არა ატომური ელექტროსადგურები და უნდა თქვას თუ არა კაცობრიობამ მათზე უარი. გამოუშვით თქვენი აზრები კომენტარებში. აქვე შეგახსენებთ, რომ შეგიძლიათ გამოიწეროთ არხი და ლაიქოთ ვიდეო და გააზიაროთ იგი. დროებით.